ესე იგი, როგორც სიტყვიან, არასვენებს გამჩენი ამ ევროკომისიას და მის ფსევდოლიბერალ ბიუროკრატებს. ვერადავერ გადახარშეს და მოინელეს, რომ ეს პატარა საქართველო მათი ვასალი სახელმწიფოების დასტიდან ამოვარდა და ვერაფრის დიდებით უკან ვეღარ აბრუნებენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა იდეოლოგიური უფსკრული წარმოიქმნა ჩვენსა და ბრუსელის მსოფლმხედველობას შორის. იქ არაფორმალური მმართველობის იგივე deep state-ის დავალებით 5-წლიანი LGBT სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც ტრანს ოპერაციები არათუ დაუშვეს, ასაკობრივი ზღვარიც კი გააუქმეს. საქართველოში კი ყველანაირი მსგავსი შიზოფრენიული манипуляცია კანონით ავკრძალეთ, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დომინაცია გამოვაცხადეთ და ყოველივე გაუკუღმართებულზე სამართლებრივად ვთქვით უარი. შესაბამისად, არც ერთ ნორმალურ და საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ევროკომისია, ანუ ევროკავშირის მმართველი ორგანო, ასე მწვავედ რეაგირებს პატარა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უარზე აითქვიფოს გლობალიზაციის ამ გარყვნილ მორელში, რომელიც 4 მილიონიან საქართველოს ისეთი სისწრაფით შთანთქავს, რომ ამ პროცესს ერთი თაობაც არ დასჭირდება. ამ ევროდოქტრინების საქართველოში გავრცელება დაახლოებით 20 წელიწადში სრულად წაშლის ყველაფერს, რაც განასახიერებს ეროვნულ იდენტობას, რწმენას და ზოგადად ქრისტიანულ ფასეულობებზე საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების ქართულ წესს. ხშირად ისეთი, ვითომ შინ ევროპელი კატეგორიისგან, რომელსაც ლიბერალობა ასე ვთქვათ, პრადვინუტობა, ხოლო ქართველობა და ეროვნულობა ღრუზინობა გონია, მოისმენთ ვითომ ძალიან ბრძნულ არგუმენტს. როგორ უნდა შემაცვლევინოს ვინმე მსქესი, ან რწმენა, ან მით უმეტეს ეროვნება. ანუ ამით ამბობენ, რომ ვერ ხედავენ, რა საჭიროა ოჯახური ტრადიციების დაცვის კანონი. რატომ ნერვიულობენ ეს კონსერვატორები ამდენს? კაცებს მოგმართავთ, რომ იმის დაცვა გჭირდება, იმის ხელისუფლების ჩვენი გათხოვება, ასე წკიპზია, რომ ბირძანებას ევროკავშირი და უნდა გავთხოვდეთ მასიურად. ეს რა უბედურება, ასე როგორ მოვატყუებინებ, ვინმეს მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს ევროპაში და ამერიკაში. ერთი მაგალითი მოყვეს, ვინმე რომ გამოეკიდენ გასათხოვებლად კაცს. ამ აღელვებული რიტორიკის ქვეტექსტი გვეუბნება, რომ ბრუსელს სულ ტყუილად ვაწყენინეთო. მიგვეღო მათი დირექტივები, გვეხტუნავათ ალფეხზე, შემოსულიყო ქვეყანაში შავი ფული, ჩაგვეტარებინა რუსთაველზე 1-2 გეი პრაიდი და ვიქნებოდით ახლა უკრაინელების მსგავსად ღია კარის პირობებში. მართალია არც ევროკავშირში და არც ნატოში არავინ მიგვიპატიჟებდა, მაგრამ ზღურბლზე ხომ ვიდგებოდით. მაგრამ თავარი ეს არაა. თავარია ამ აღელვებულ ადამიანებს ავუხსნათ, სადაა ძაღლის თავი დამარხული. ავუხსნათ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით ღელავენ. ჩამოყალიბებულ ზრდასრულ ადამიანებზე ნერვიულობა არაა საჭირო მეგობრებო. ჩემი თაობის ან ჩემზე უფროსების ფსიქიკას გარყვნილების პროპაგანდა ვეღარ მოელევა. საფრთხე მომავალ თაობას, ანუ ჩვენ შვილებს ემუქრება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ჰქონდეს ისეთივე LGBT საგანმანათლებლო სტანდარტები, როგორც ევროპაშია. ბავშვებს ბაღშივე ასწავლიდნენ, რომ 2 დედა და 2 მამა ჩვეულებრივი და სრულიად ნორმალური მოვლენაა. შენ ბიჭად კი დაიბადე, მაგრამ შეგიძლია გოგო გახდე, ან თუ გინდა ორივე ერთად იყავი, გოგოც და ბიჭიც. ასევე შეგიძლია არც ერთი არ იყო და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, აიღებს რომელიმე ქართველი ლიბერასტი პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ბავშვები ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. სწორედ მათი მომავლის დაზღვევას სჭირდება კანონი, რომელიც ბავშვების სუფთა ტვინებს გარყვნილების პროპაგანდისაგან დაიცავს. იმაზე ნერვიულობა და ხელოვნური შფოთვა, რომ სად გინახავთ თურმე ზრდასრული ადამიანების გადაგვარება, არის მოკლე ფეხება ვირეშმაკობა, რომელზე ამხედრებული ქართული ლიბერასტია მერწმუნეთ შორს ნამდვილად ვერ წავა. გარყვნილების უფსრულზე, რომელიც ასე გვაშორებს დღეს ევროკავშირს, რამდენიმე წუთში სიუჟეტის დასრულებისთანავე ვისაუბრებთ რეჟისორთან გოგა ხაინდრავასთან ერთად. ევრობიუროკრატების კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე 4 ნოემბერს განხორციელდა. დემოკრატიის სერიოზული უყუსვლა. ასე შეაფასა ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშში საქართველო. დოკუმენტმა აჩვენა ღირებულებითი კონფლიქტი თბილისსა და ბრიუსელს შორის, რომელიც გადის არა დემოკრატიაზე, არა რეფორმებზე, არა სიტყვის თავისუფლებაზე, არამედ კაბიან მამაკაცებზე, წვერიან ქალებზე, LGBT პროპაგანდაზე და ფონ დერ ლაიენის ბიუროკრატებმა ეს 4 ნოემბრის ანგარიშში პირდაპირ ჩაწერეს.
მიკერძოებული დასკვნის ერთ-ერთი მიზეზი გასულ წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონია. კანონი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს. სქესის შეცვლის ოპერაციებს კრძალავს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში LGBT პროპაგანდის წარმოებას დაუშვებელს ხდის. ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას არ აღიარებს. კანონი არეგულირებს ყველა საკითხს, რაც ტრადიციულ ფასეულობებს, მრწამს თუ მორალს ეწინააღმდეგება და ამიტომ ის აბსოლუტურად მიუღებელია ევრობიუროკრატებისთვის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა, ვითარება კი მკვეთრად გაუარესდა. ერთ-ერთ მაგალითად კი სწორედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონია მოყვანილი, რომელმაც მათი თქმით საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მტრული გარემო შექმნა, გააღვივა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია. LGBT პროპაგანდა, LGBT მარშები, კაცების ქალებად გადაკეთება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის ოპერაციები. ეს არის ევრობიუროკრატების დღის წესრიგი და ვინც მას ეწინააღმდეგება, ყველა უნდა დაისაჯოს. დასასჯელთა სიაშია საქართველო, რომელსაც ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ, ხან ევროკავშირში არ მიღებით ემუქრებიან. ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ მორიგი მუქარისთვის ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშიც გამოიყენეს. დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა გამოიხატა კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით. ეს მოიცავს კანონმდებლობას, რომელიც მკვეთრად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაվել ჰერჩინსკი ანგარიშს გამანადგურებელს უწოდებს. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა მარტივი არ არის. სამწუხაროდ ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. სიმართლე ის არის, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. არადა რამდენიმე წლის წინ ჰერჩინსკის წინამორბედი გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანას ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას არავინ სთხოვდა. 2022 წელს მაშინდელმა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ევროპული პერსპექტივის შესახებ მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა და თქვა: ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და შესაბამისად ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. მაგრამ როდესაც 2024 წელს საქართველოში კანონით აიკრძალა ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ევროკავშირის წარმომადგენლები დამწკრივდნენ და გვამცნეს, რომ ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუშლიდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა პეტერ სტანომ თქვა: ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა მაშინ დაწერა: მოვუწოდებ საქართველოს უკან გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზას. შემაშფოთებელია იმის დანახვა, როგორ თელავს საქართველო უმცირესობის ზოგიერთი ჯგუფის უფლებებს ოჯახური ფასეულობების დაცვის საფარქვეშ. ეს ფრაზა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას ეკუთვნის. ასეთი განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBT ადამიანების დისკრიმინაციას. ის არღვევს ინდივიდუალურ პირთა სამოქალაქო უფლებებს, როგორც აღნიშნა ვენეციის კომისიამ და აშორებს საქართველოს ევროკავშირს. ნორვეგია სინანულს გამოთქვამს საქართველოს მიერ ანტი-LGBT საკანონმდებლო პაკეტის მიღებისგანო. ეს ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გადახედოს ამ საკითხს. ეს კი ესპენ ბარტ ეიდე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია იყო. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ასე გამოიხმაურა ბრიტანეთის საელჩო საქართველოში კანონის მიღებას. ყველა ზემოთხსენებული ევრობიუროკრატის შეშფოთების მიზეზი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებულ კანონზე კიდევ უფრო ნათელი გახდა, როდესაც დიპ სტეითის დაქვემდებარებაში მყოფმა ევროკავშირმა
მიმდინარე წლის ოქტომბერში 2026-2030 წლების LGBTQ+ თანასწორობის სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც მთავარი პრიორიტეტი გენდერული იდენტობაა. ამიერიდან ევროკავშირის ყველა წევრი ან ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა ვალდებულია ხელი შეუწყოს გენდერულ თვითგამორღვევას. ის რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს. მათ შორის ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივი პროცედურების გამარტივებას, რომელიც უნდა გახდეს ნაკლებად ბიუროკრატიული. ტრანსგენდერმა ან არაბინარულმა მოზარდებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არიან, გოგოები თუ ბიჭები, თანაც ექიმების და სასამართლოს ნებართვის გარეშე. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ასაკობრივ შეზღუდვებს შემოიღებს, ან უარს იტყვის სქესზე დაფუძნებული თანასწორობიდან ეგრეთ წოდებულ გენდერულ თანასწორობაზე გადასვლაზე, დაისჯება. ევროსასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს, რომ ევროკავშირის კანონები ეროვნულ კანონებს აჭარბებს. ევრობიუროკრატების ახალი პოლიტიკა ასეთია, ვინც მათ არ დაემორჩილება, დაისჯება. კონტროლისთვის კი შეიქმნა სპეციალური ქვეჯგუფი. ევროკავშირის სააგენტოები აწარმოებენ მონიტორინგს, რათა შეაფასონ სტრატეგიის შესრულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან სტრატეგიის შესრულებაზე, დაფინანსების შეწყვეტით ემუქრებიან. ევროკავშირი აბსოლუტურად აცდა მის თავდაპირველ მიზნებს, რაც იყო ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა და გავრცელება. მის ნაცვლად კი პრიორიტეტი LGBT იდეოლოგია გახდა. LGBT უფლებების განვითარება ევროკავშირში ფაზებად მიმდინარეობდა. ყველაფერი დეკრიმინალიზაციით დაიწყო. შემდეგი ნაბიჯი თანასწორობა გახდა, რომელიც თითქოს LGBT პირებს დისკრიმინაციისგან იცავდა. შემდეგ იყო ოჯახი, თანაბარი სამართლებრივი სტატუსი LGBT პირებს ქორწინებაში და შვილად აყვანაში. მომდევნო ფაზა კი გენდერული იდენტობა გახდა, ანუ იურიდიული აღიარება პირებისა, რომლებიც მაგალითად კაცად დაიბადნენ, მაგრამ თვლიან, რომ ქალები არიან. ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულია 18 ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. შვილად აყვანა LGBT პირებისთვის უმეტეს წევრ ქვეყანაში ნებადართულია. რა გასაკვირია, რომ ასეთ ვითარებაში კონსერვატორული შეხედულებების მქონე, ტრადიციული ღირებულებების მატარებელი საქართველო მათთვის სრულიად მიუღებელია. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან Deep State-ის დავალებით მოქმედ LGBT დღის წესრიგს ღიად სლოვაკეთი და უნგრეთი უპირისპირდებიან. არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია საქართველო, რომელსაც ევროკავშირი მუდმივად ემუქრება და შანტაჟით ცდილობს დაიმორჩილოს და ეროვნულ ღირებულებებზე უარი ათქმევინოს. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა სტუმრის დროა და ყველა ზემოთ აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ დღეს რეჟისორი გოგა ხაინდრავა მოვიწვიეთ სტუდიაში. გოგა გამარჯობა და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ხარ. მადლობა მოწვევისთვის. იცი რითი მინდა დავიწყო? იმ ღირებულებათა კონფლიქტზე მინდა ვისაუბრო, რომელიც ძალიან ჩვენ და სამწუხაროდ ესე გაღრმავდა და გაიზარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ახლა შენს გახსოვს, მეც მახსოვს, როგორი ოცნებით უყურებდით ჩვენ მთელიერი ევროკავშირს, ევროპას 90-იან წლებში, ხო? აი 2000-იანების დასაწყისში, რამდენი რამე იყო მიმზიდველი, როგორ გვინდოდა რომ ამ ყველაფრის თანაზიარი განხვდარიყავით, ხო? აი რა მოხდა, როგორ მივიდა ასეთი აი ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი ევროპა აი ამ გადაგვარებულობის, აი ამ LGBT რაღაც სტანდარტების, რაღაც აი ამ აპოთეოზამდე, ხო? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ფიქრობ, არის თუ არა კიდევ რამე ამ ევროპაში ისეთი, რომელიც აი ამ სწრაფად ღირს? რაც შენ თქვი რომ დავშვერდით, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო დღეა და ძალიან სიმბოლური დღეა დღევანდელი გადაცემის კონტექსტში. დღეს არის 100,000 მოწამის ხსენების დღე. ეს არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც 100,000-მა კაცმა
თავი უფალ შეწირა თავი მხოლოდ იმისთვის რომ არ შეურაცხყოფა არ მიეყენებინა ის რაც დღეს ხდება და რასაც შენ აჩვენებ შენ გადაცემაში და დიდი მადლობა მინდა გითხრა იმიტომ რომ ამ მნიშვნელოვანია რომ ქართულმა საზოგადოებამ ნახოს რას გვიქადის ეს გარყვნილი სამყარო ეს აბსოლუტური გარყვნილება ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა ღვთის პირდაპირ შეურაცხყოფა ღმერთის უფლის და ჩვენი რწმენის იმიტომ დავშორდით ესე იმიტომ მოხდა ეს სწრაფად გაუცხოება ჩვენსა და ჯერ ერთი ევროკავშირი არ არის ევროპა. ჩვენ არ ვიცოდით 90-იანი წლების შენ რო ახსენეთ, ჩვენ არ ვიცოდით რა ხდება. ერთად იქ რა ხდება. რეალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით ჩვენ არ გქონდა. ძირითადი რაც იზიდავდა მთელ დანარჩენ მსოფლიოს, მთელ დანარჩენ ქვეყნებს, ვინც ევროპაში არის. ევროკავშირის ეს იყო მატერიალური კეთილდღეობა, ძალიან მაღალი დონე ცხოვრების. და აი ეს მითი დემოკრატიის შესახებ, ხო, თუმცა რა დემოკრატია იყო ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირის ფონზე, სადაც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება ამ კატასტროფის ფონზე საერთოდ, სადაც კომუნიზმი და რა ვიცი, სოციალიზმი და ჯანდაბა თუ რამე იყო, ყველაფერმა აქ მოიყარა თავი გარყვნილებასთან ერთად, სხვათა შორის პირველი კომუნისტური მოძრაობები, აი როზა ლუქსემბურგი და ტროცკის თელი ფილოსოფიური მიმართულება, აი ამ ზუსტად მაგის ქადაგებლები იყვნენ. ამიტომ გეუბნები, რომ ეს პირველად ეს დიდი ხნის პროცესია და სოფლიოში დიდი ხანია უნდოდა და მაგრამ ესეთი მასშტაბის პოლიტიკა როგორც დღეს სოფლიოში არის ამ იმისი რა ქვია მე მაგას პორნოლიბერალიზმს ვეძახი ეს არის პორნოლიბერალები არიან ვინც ამას ანხორციელებენ ხალის კაცად გადაკეთება შეუძლებელია ეს არის ტყვილი ეგრე რომ ყოფილიყო დაიწყებდნენ ვირთხებით ხო როგორც ყველა დანარჩენ ექსპერიმენტებს ხო ვირთხებზე ატარებენ მაიმუნებზე ატარებენ კატებზე ძაღლებზე ხო ერთი ფაქტი არის რომ დედალი ძაღლი მამალ ძაღლად გადაკეთებულიყო იქიდან დაეწყოთ მარტივად თუ ბუნებაში შესაძლებელია რომ მამალი დედალად აქცეო ან პირი მაგრამ ეს არის შეუძლებელი ეს არის დიდი ტყვილი ეს იმისთვის კი არ არის გაკეთებული რომ ვიღაცამ კომფორტი იგრძნობს და ეს არის ადამიანის განადგურებისკენ გაკეთებული იმიტომ რომ არის გარკვეული რაღაცა ჯგუფი ადამიანების სოროსნაირების ვინც ფიქრობს რომ ძალიან ბევრი ხალხია დედამიწაზე და უნდა დაიყვანო. ყველაზე მარტივი გზა არის აი ეს გზა. იმიტომ იხარჯება გიორგი ამდენი პული. იმიტომ რომ ერთნაირი სქესიანი არ მრავლდება. არ მრავლდება და მე გამრავლება კიდე არის ბუნების მთავარი კანონი. სიცოცხლის გაგრძელება. მაგისთვის გააჩინა. ის რაც სიცოცხლეს არ აგრძელებს, ის სიკვდილთან მიდის შიხში. პირდაპირ ერთ-ერთი მე გეუბნები რომ ყველა ევროპულ და თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს კანონი თვითკვლელობამდე მიყვანა. რაც ძალიან გაცრად ისჯება ადამიანის ერთი ინდივიდის თვითკვლელობამდე მიყვალ და კაცობრიობა რო თვითკვლელობამდე მიყავს ის დასჯადი არ არის ხო ერთსქესიანთა ქორწილებას რო აკანონებს ამაზე უარესი კიდე ბავშვების აყვანის ეხლა შენ წარმოიდგინე 4-3-2 წლის ბავშვი აქ ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე ბავშვების უფლებებზე იმ ბავშვს უფლება არა აქვს იმას ვინმე ეკითხება რომ უნდა რომ ორივე მამა ყავდეს ორივე კაცი დედაც და მამაც კაცი ყავდეს მას არჩევას არ აძლევს არავინ არ კითხულობს რომ ეს უნდა მიიღო როგორც ნორმა ხო ამიტომ ესე იგი რა ვიღაცას უფლება აქვს რომ თავისთავად კაცად გამოაცხადოს და ქალად გამოაცხადოს და მე ქალების სპორტში მივიდეს მონაწილეობა მიიღოს და მოიგოს ხო ეს მოპაროს ეს ხო საგიჟეთ არა ეს ამაზე ამის და ამდენს ვკამათობთ ამაზე უკვე მეორე წელია ეს ნორმაა თუ ნორმალურია თუ არანორმალური ჩვენ არაფერს არ ვკამათობთ არა ზოგადად ეს არ არის საზოგადოება ამაზე ვживობს ეს გაუცხოება იმიტომ წავიდა ჩვენსა და ამ ევროკავშირის შორის იმიტომ ევროკავშირი ეს არის პორნოლიბერალიზმის ბუდე პირდაპირ ღიად დაუფარავად გარყვნილების ბუდია იქ აღარც დემოკრატია ეგ კორუფციონერი კორუფციო სათავეში უდგას კორუფციონერი ყველა ინსტიტუტი განადგურდა და ეს ამას მე კი ყველა ინსტიტუტი არა მარტო თქვათ იგივე აი თქვათ ეს ჯამთელი აზროვნების და ქალისა და კაცის ორი სქესის ხო ამაზე აღარაა საუბარი განადგურეს ყველა ინსტიტუტი სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტი რომელიც იყო ხო რაღაც სამაგალითო რომ თავისუფალი სიტყვა მოსპეს ყველა არასასურველი ტელევიზია და ასე ვთქვათ მედია საშუალება გააუქმეს პოლიტიკური სტანდარტები, პოლიტიკური ინსტიტუტები, პარტიული სტრუქტურები არ მოეწონათ პარტია, რომელიც იმარჯვებს არჩევნებში გაანადგურეს. არჩევნები როგორც ინსტიტუტი გაანადგურეს, მოიგო პარტიამ და შენო არ მოგწონ ხარ შენო და უმზანებას წართო მოგდა. რატოა? გადარჩა იქ საერთოდ აი ესეთი შეიძლება გვინდოდეს. რატო აქვს მომდგარი დუჟი? წარმოიდგინე დღე არ გადის გიორგი რომ
საქართველოსზე რამე რო ითქოს. ორი რამე გაეჭირათ. პირველი ეს ოჯახის კანონი, რომელიც მივიღეთ და პრაქტიკულად ხმამაღლა განუცხადეთ თერან პორნოლიბერალურ სამყაროს, რომ ეს საქართველოში არ გავა. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ. არა მარტო ჩვენ, ვინც ასე ვთქვათ, კონსერვატიულ მხარეს წარმოვადგენთ და ვთქვათ ქრისტიანულ მხარეს არამედ ისინიც, ვინც შეიძლება იქით არიან, იქ დარბიან ოლე ტრულაილების ვეძახი მას, მაგრამ მაგათ არ უნდა ეხლა იქ ვინც დგას, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ უნდა რომ შვილი გაუთხოვდეს ბიჭი და რამხელა ფული იდება ამაში. წარმოიდგინე წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში 45 უმაღლესი სასწავლებელი შეიძლება თბილისში იყოს. 45. შენ წარმოიდგინე რამდენი ფული ჩაიდო იქა, თქვათ იგივე ბენდუქიძე, იგივე ეს ილიაუნი. სად არის ძირითადი კერა? აი ამ სად ყრნიან ბავშვებს, სად მაგის აღსაზრდელები დადიან, აკაცუკები ვართ, რომ იძახიან. წარმოიდგინე, რომ სადამდე მივიდა საქმე, გიორგი რა, ეხლა რომ ჭაღარები ვართ ორივენი, ეხლა მე შვილი მყავს 22 წლის უკვე. მე წარმოდგენას ვერ დაუშვებდი ამას, ვერასოდეს რომ თბილისის ქუჩაში დადგება 5, 6, 20, 21, 19 წლის გოგო და უკანასკნელი სიტყვებით იგინება ამას, თვითონ იღებს და ქსელში დებს. ის კანონი რომ შემოიღეს 26-30 წლამდე ევროკავშირში, რომ ნებისმიერ ბავშვს სქესის შეცვლა ისე შეუძლია, რომ მშობელს უფლება არ აქვს. სტრატეგია და არა მარტო ევროკავშირის წევრებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მოლაპარაკებებში არის ევროკავშირთან. კანდიდატები თვალთმაქცურად ამბობენ, რომ ვითომ იმათვის რეკომენდაციაა, მაგრამ რეკომენდაცია, რომელსაც ვაიდა არ შეასრულებს, გადაკეტილი გაქვს. ანუ პირდაპირ დირექტივაა. ტყილზეა ყველაფერი აგებული არის ტყილზე. აი ამ დაცემის ფონზე, ამ განადგურების, სათუთარი ღირსების, სახელმწიფოებრიობის ტრადიციის, რაც ევროკავშირში ხდება, აღმოჩნდა პატარა ქვეყანა, რომელმაც ყველას უთხრა, რომ არა, ჩემი ინტერესები ჩემი ხალხის ინტერესები უპირველეს ყოვლისა საქართველო, მერე ყველაფერი დანარჩენი. მინდა გკითხო ასეთი რამ. გაქვს თუ არა იმედი საერთოდ, რომ აი ესეთი უკვე გარყვნილების მწვერვალზე მყოფი ეს იდეოლოგიური კონტექსტი ევროპაში რაც არის. რაღაცა უკან დაიხევს, კურს შეიცვლის და რაღაცა დონეზე მაინც დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, იმ მიმართულებებს, იმიტომ რომ სადღაც ხო ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს, რაღაცა ხო უნდა რაღაცა საღმა აზრმა ხო უნდა შეაღწიოს და დაუბრუნდება თუ არა რაღაცა დონეზე მაინც იმ ღირებულებათა სისტემას, იმ ინსტიტუტებს, რომელიც მეტნაკლებად მიმზიდველი იყო ყველასთვის. თუ ეს კავშირი უფრო მალე დაიშლება, ვიდრე ამ გარყვნილებაზე იტყვიან ვარს. არა, ეს კავშირი დაშლილია უკვე, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ხედავთ ფაქტს, როდესაც აი უკვე სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენიაც იქით მიდის, იქ სერბეთი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მონტენეგრო და ეს ქვეყნები საბერძ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყალიბდება და ახალი ფორმაცია ევროპის აუცილებლად. არც ერთ კავშირს ჩვენ უამრავი კავშირი ვიცით ისტორიის მანძილზე და ყველა კავშირი ადრე თუ გვიან დაშლილა. მით უმეტეს ესეთი კავშირი, რომელსაც საფუძვლად არაფერი არ უდევს. ისე ვიმეორებ გარყვნილების გარდა და იმის რა ქვია, ისე ვიმეორებ, არაფერი სხვა ევროპული ცივილიზაცია თუ არა ქრისტიანობა არ ყოფი ქრისტიანობაზე დაფუძნებული ჩამოყალიბდა, იმათ რაც ჩამოყალიბდა და იმიტომ იყო მიმზედველი ყველასთვის, იმიტომ რომ იქ ვითარდებოდა, გესმის, იქ სიკეთე იყო, იქ განვითარება, პროგრესი იყო, სწორი ხედვა იყო, ადამიანის სწორი აღქმა იყო. ხო, მიუხედავად იმისა, პრობლემები ახლა სულ იყო. პოლიტიკურად რო ეს კავშირი დაშლილია, მაგას ლაპარაკი არ უნდა, იმიტომ რომ ამ კავშირის დღეები დათვლილია, ხვალ მოხდება იქ თუ დღე გამოცხადება, როდის მოხდება, სხვა საქმეა მაშინ. შეიძლება ეგ გადარჩენის ერთ-ერთი გზაც იყოს ფრანგის ფრანგობის და გერმანელის გერმანელობის და იტალielis იტალიელობის. ნახე პოლონეთში რა ხდებოდა, შეხედე სხვა ქვეყნებში რა ხდება. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ევროპელი ხალხი და ევროპელი ბიუროკრატია ერთდაიგივე არ არის. ბიუროკრატია გაიხსნა. ბრიუსელი ჩემულობს მართვას მთელი ევროპის და ვინ გეკითხება შენ? შენ ვინ მოგცა მაგის, ვინ აგირჩია ჩემ ქვეყანაში? ევროპელ ქვეყნებს გულისხმობ, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში. შენ ვინ მოგცა უფლება რომ მე მარტო? ეს როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პორნოლიბერალიზმზე, ეს ხო არ არის მარტო ერთი მიმართულება, რომ კაცი ქალი. არა, ეს არის მთელი აი დოქტრინა, ხო? ალენ დალესის დოქტრინა, გავანებო დალესის დოქტრინა. ჩვენ მოვალ თქვენ შვილებს გავაუპატიურებთ. როგორ გავხსნით, აბა როგორ დავემორჩილებთ, როგორ გავამონებთ, ხო? როგორ აი უფლება, იმიტომ კაცმა თუ არ იცის, ადამიანმა თუ არ იცის, კაცია თუ ქალია, მაგის მართვას რა უნდა? ჩვენ შენ გადაცემაში, მე ყველა შენ გადაცემას უყურებ და ჩემ შვილიშვილებს ვაყურებინებ. ჩემ ამხანაგებთან, მეგობრებთან მე საუბრობთ ხოლმე, ხო? ამას შენ შეხედე რა წარმოიდგინე სადამდე დაეცა.
ეს ცივილიზაცია რომ აი იმას საბავშვო ბაღში ჯოჯო რო იჯდა ვიღაცა საშინელი იმას შვილიშვილს როგორ მიუყვან საბავშვო ბაღში იმას რომ ვერ გაიგებ ვაფშე რა არსება არათუ კალია ყველაზე მეც შოქს იწვევს მშობლებს რო ყავთ მიყვანილი თვეების ბავშვები რომ ქვეცნობიერის დონეზე თავისუფლებას თავის გაიგე თავისუფალდებაზეა ლაპარაკი თავისუფლებას აგუებენ და რა ხელას იბინძურებენ მას ისე ვიმეორებ ისა რა ქვია ცხოველის გადაკეთება შეუძლებელი ვერ გადააკეთე ადამიანს როგორ გადააკეთე ბიოლოგია არ უშვებს ამას იმიტომ შენ ხო მაშინ სულიერებაზე იძახი უარს შენ ამბობ რომ ადამიანი არ არის სულიერი არსება ისეთივე არსება როგორც ვირი ჯორი მე არ დამავიწყდება ბაიდენთან იჯდა ვიღაცა ექიმი ძალიან სერიოზული ეთყობა და სერიოზულად საუბრობდნენ იმაზე უთხრა რომ მე უნდა საჩივარი გითხრათ ბატონო პრეზიდენტო რომ ის პროგრამა რო არის ორსულობისო რა სახელმწიფო პროგრამა მამაკაცებზე რატო არ ვრცელდებაო და ბაიდენმა რას ლაპარაკობა მე ეგ როგორ მომივიდა სომებს მივიღებ აუც აი ნუ სიგი გესმის შიგიში მაშინვე ასე ვთქვათ საზოგადო მამაკაცის საპირფარეშოებში გაჩნდა მენსტრუაციის ტამპონები არა და მე ერთი მახსოვს კიდე გამოსვლა ბუნდესტაგში იმის ერთ-ერთი დეპუტატის რომელმაც დაიწყო ჩამოთვლა რამდენი გენდერი არსებობს და რო არ გააჭრო რომ არ გაჭრა აი ნუ აი ეს არის რეალობა და ეს რეალობა ამ ქართულმა საზოგადოებამ რომელიც ამ 35 წელიწადში ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა, ბევრი შეცდომა დაუშვა, ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი გული ვატკინეთ ერთმანეთს სიყვარულში უღალატე, მაგრამ მიუხედავად ამისა გავიარე და დღეს მივედით ახმულ მიწაზე და გეუბნებით რომ ჩვენ ამას არ მივიღებთ არავითარ შემთხვევაში. სულ თავდაყირა რო დადგეთ, ვინც არ უნდა გამოაგზავნოთ აქა, როგორც არ უნდა მოწამლოთ ეს სექტა, როგორც არ უნდა შეეცადოთ, ეკლესია არის საყრდენი საქართველოს სახელმწიფოსი, იყო, არის და იქნება. ხო, კიდევ ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვა. აი ხა გვახსოვს ხო ყველას ერთი წლის წინ რა ისტერიკაში ჩავარდნენ ეს ჩვენი ფსევდოლიბერალები, ეს აგენტურა პორნოლიბერალები ხო? პორნოლიბერალიზმი უნდა დაარღვევს. პორნოლიბერალიზმის ანატომია. ფანტასტიკური ფორმულირებაა. ხო და გვახსოვს როგორ ისტერიკაში ჩავარდნენ, როდესაც ვიღებდით ამ ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს, ხო? ხა მათ ყავთ თავიანთი ერთგვარი რაღაც ისეთი ბელადები, იდეოლოგიური გურუები, რომლებიც დღემდე გვიჩიჩინებენ, გვარწმუნებენ, ჭუას გვასწავლიან, რომ მოკლედ რისი გეშინიათ და რასაჭირო არის ეს კანონი და ვის ვიცავთ ამ კანონით და მხოლოდ ევროპა გადავიმტერეთ ამ კანონით და ასე შემდეგ. ანუ საფრთხეები იმისა, რომ ვიღაცა მოკლედ გაგვითხოვებენ კაცებს და რაღაც ამდაგვარ შიზოფრენიას, ხო არაფერი საფუძველი არ აქვს, ყველა გეშინიათ. ერთი წამით არ იტყვიან და ბუნებრივია შეიძლება არც ფიქრობენ რომ საუბარი არ არის დასლულ ადამიანებზე. დასლულ ჩამოყალიბებულ ადამიანებზე, რომელთაც ფსიქიკაც ჟანსაღი აქვს და უკვე წლებია გამოცდილება და ცხოვრებისეული სტანდარტები აქვს ჩამოყალიბებული რწმენითი და ყველანაირი ღირებულებითი, ხო? საუბარი არის იმ ჩვენ შვილების მომავალზე, რომლებიც ბაღიდან არ უნდა სწავლობდნენ ამ შიზოფრენიას, ხო, ამ სტანდარტებს. ამაზე ხმას არ იღებენ და მთავარი გადასარჩენი სწორედ ის არის, რომ ერთი თაობის მერე ან ორი თაობის მერე ისევ ვიცნოთ ქართველებად ჩვენი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და იუცებ ისინი არ აღმოჩნდნენ რაღაცა სხვა ადამიანების, სხვანაირი სტანდარტების, რომელთაც არაფერი აღარ ექნებათ კავშირი ქართველობასთან, მართლმადიდებლობასთან, ხო, ღირსებასთან. აი, აქ შეაპარეს კიდეს ეს ელტონ ჯონი არ არის ერთი მოღვაწე ბიზნესმენი რა, ხო შეაპარეს მაკდონალდსში ბავშვებს, ხო? ეს და დარწმუნებული ვარ, სხვაგანაც იქნება ეს ცდელობები გესმის. რა თქმა უნდა. ამიტომ პირდაპირ ძილისპირულს აძლევდნენ ბავშვებს ბაღებში, სადაც ტრანსგენდერულ გადაკეთებაზე იყო საუბარი პატარა ბავშვებს. ესენი არიან ფარისევლები სულ ყველანი, რომ ამბობენ კაცებს გაგვითხოვებენო. შენ ზუსტად ამბობ და ზუსტად მიაგენი იმას, რაც ლეიტმოტივია გადაცემის. ბავშვებში თორე ეხლა ტურაშვილი რო არ გათხოვდება, იმედი მაქვს რა და ვერ შეუცვლიან პორნოლიბერალები. ნუ თუ გათხოვდება, ღმერთმა ხელი მოუმართოს, თავის თვითონ აერჩია, ხო? სად დგას და სად უნდა იდგეს, მაგრამ ბავშვები, აი იქ შეაპარეს, რომ ვერ გახდები, მაგარი ელტონ ჯონის გზით თუ ვერ წახვედი. იქ თუ გოგო ბიჭი თუ არ აერჩია, ჯერ ნუჩქარობ, რო გაიზდები, მერე გადაწყვიტე გოგო ხარ თუ ბიჭი. ეს ნელ-ნელა ამას პატარაობიდან, აი ეგ არის საფრთხე. ჩვენ არ დავესხმებით ვაგათ თავს, მაგრამ დაცვაში ვიქნები დაუდობლები. და ეგ ყველამ უნდა იცოდეს. და ამიტომ მიდის შეტევა, სადმე ორი მხრით მიდის შეტევა. ერთია ეს პორნოლიბერალური ბავშვებზე, მეორე ეკლესიაზე.
ეკლე რატო? იმიტომ რომ იციან რომ საფუძველი იქ არის საქართველოს. ის თუ მოარყიე, თავარი ბარიერი. მაშინ დაეცემა. თავარი ციხესიმაგრე, ხო? თუ დაანგრიე, მაგრამ პასუხი არის ძალიან მარტივი. აი მთელ ამ გამოსვლებზე, აი ამ პორნოლიბერალურ ევროპაზე, ამ სიგიჟეებზე, აქ ჩამოსვლებზე ყოველდღიურ განცხადებას არის 17 მაისი. მორჩა. არაფერი, ერთხელ თქვა უწმინდესმა, რომ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და მე მაგ გადაღებული ჩემ ფილმშია და შარშან გადავიღე მილიონზე მეტი კაცი გამოდის. ბავშვებით, ცოლებით, შვილებით, მამებით, ბაბუებით ყველა გამოდის და მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ არა. ძალიან საინტერესო ფორმულირება ქონდა და მინდა ამას ხაზი გაუსმარა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არავის არ ვესხმის თავს, მაგრამ დაცვაში პორნო ლიბერალიზაციის მიმართებაში ვიქნებით დაუნდობლები. დაუნდობლები ვიქნებით. დიდი მადლობა. გაიხარე, მადლობა შენ, აი მადლობა ამ გადაცემას და მადლობა რომ აი ამას აკეთებთ. მაყურებელს კი შევახსენებთ დღეს ამ ძალზე საინტერესო, თუმცა საკმაოდ რთულ თემებზე ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ რეჟისორი გოგა ხაინდრავა. როცა ვსაუბრობთ ევროკავშირში წარმოქმნილ გარყვნილების უფსკულზე, კერძოდ Deep State-ის შეკვეთით დამტკიცებულ 5 წლიან LGBT სტრატეგიაზე და კიდევ უამრავ ევროპაში დაკანონებულ შიზოფრენიულ ნორმაზე, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი მხოლოდ ჩვენ არ ვართ. პატარა საქართველო, რომელიც აუღებელი ციხესიმაგრე გახდა ლიბერასტული ევრობიუროკრატიისათვის, ამ უთანასწორო ბრძოლაში მარტო ნამდვილად არაა. შეტევების მთავარი ობიექტები მაინც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი არ იყოს, ძალიან არ უნდათ გადაგვარება. ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი ისტორია, კულტურა და თვითყოფადობა. ამიტომ ყველანაირად ეწინააღმდეგებიან Deep State-ის ტვინში მოხარშულ გლობალისტურ სტანდარტებს და ევროკომისიიდან წამოსულ დირექტივებს. შედეგად ეს კონსერვატიული ქვეყნები უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან მოქცეულნი. უნგრეთისთვის და პოლონეთისათვის ბრიუსელს 100 მილიონი ევრო აქვს გაყინული. სლოვაკეთს კი, რომელმაც გაბედა და კონსტიტუციაში მხოლოდ 2 სქესი, ქალი და კაცი დააფიქსირა, ევროკავშირში საერთოდ ხმის უფლების გარეშე დატოვებას უპირებენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ იმის გამო, რომ სლოვაკეთი არ აღიარებს ტრანსგენდერებს, აგენდერებს, ბიგენდერებს, ავიაგენდერებს და კიდევ უამრავ შიზოგინდერებს, ამის გამო ნიდერლანდები პრაქტიკულად სლოვაკეთის ევროკავშირიდან გაძევებას ითხოვენ. ჩვენ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის მუქ არ აგვიკვირს. ევროპა კვლავ იდეოლოგიური დაპირისპირების ეპიცენტრშია. ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტად აჩენს განცდას, რომ ბრიუსელი აღარ არის მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმა. ის იქცა მორალური კონტროლის ინსტრუმენტად, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ერთგვარ ღირებულებით გამოცდას უწყობს. თუ ადრე ევროკავშირის მიზანი იყო ერთიანი ბაზრის გაძლიერება და მშვიდობის შენარჩუნება, დღეს სულ უფრო აშკარად ჩანს სხვა ტენდენცია. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ მართული ევროკომისია და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ განსაზღვრონ არა მხოლოდ ფინანსური და ადმინისტრაციული წესები, არამედ ის თუ როგორ უნდა ფიქრობდეს, საუბრობდეს და ცხოვრობდეს თითოეული წევრი ქვეყანა. ამგვარი მიდგომა აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ევროპული ინსტიტუტები აღარ ტოვებენ სივრცეს განსხვავებული კულტურული ხედვებისთვის და ვინც ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედებს, ერთგვარ საეჭვო ზონაში ავტომატურად ინაცვლებს. ბრიუსელი დღეს სულ უფრო ხშირად იქცევა სივრცედ, სადაც პოლიტიკური ერთიანობა ეთიკურ კონფორმიზმად გარდაიქმნება. ასეთ ვითარებაში გენდერისა და ოჯახური კანონმდებლობის დებატები აღარ არის მხოლოდ პოლიტიკის საკითხი. ეს უკვე ბრძოლაა ფასეულობებისთვის, რომელშიც ევროკავშირის ბიუროკრატია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის დაკვეთით ცდილობს საკუთარი დიქტატი დაამყაროს წევრ ქვეყნებში. სწორედ ამ ღირებულებითი კონტროლის ეპოქაში აღმოჩნდა სლოვაკეთი, ქვეყანა, რომელმაც ტრადიციების დაცვის გამბედაობა აჩვენა და ახლა ბრიუსელის წნეხის ქვეშ მოექცა. სლოვაკეთის პარლამენტმა 26 სექტემბერს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებას, რომელიც მხოლოდ 2 სქესს, მამაკაცსა და ქალს აღიარებს და მკაფიოდ იცავს ოჯახის ინსტიტუტს, როგორც საზოგადოების ფუნდამენტურ ერთეულს.
ახალი რეგულაცია ეფუძნება ბიოლოგიური სქესის განსაზღვრის პრინციპს და კატეგორიულად კრძალავს სუროგაციასა და ერთნაირ სქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანას. გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილება ადგენს, რომ ეროვნული კანონმდებლობა უპირატესია ევროკავშირის კანონმდებლობასთან შედარებით, რაც სლოვაკეთის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ცხადყოფს, რომ ქვეყნის კანონი მის გრძელვადიან სოციალურ სტრატეგიას იცავს. ცვლილებას პარლამენტში 90-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგი იყო, რაც მკაფიოდ ასახავს სლოვაკეთის პოლიტიკურ ნებას და ტრადიციული ოჯახის დაცვის პოზიციას. რობერტ ფიცოს მთავრობის განმარტებით, საკონსტიტუციო შესწორებების მიზანი ქვეყანაში ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებაა. სლოვაკეთის მთავრობის ამოცანები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მართვით. ჩვენი ვალდებულებაა გავაძლიეროთ ქვეყნის ღირებულებები და მივაღწიოთ შიდა სტაბილურობას. ეს არის საუკეთესო პასუხი დასავლური საზოგადოებების კრახზე, რომლებიც პროგრესულ ლიბერალიზმს ემხრობიან. სლოვაკეთში ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ოპოზიციური სპექტრის ნაწილთან. და ვთქვათ, რომ დიახ, ეს არის ჩვენი ღირებულებები. პროგრესივიზმისა და ლიბერალიზმის კაშხალი ევროპას ანადგურებს, რადგან ეს მოძრაობები არაფერზეა დაფუძნებული. არ გააჩნიათ მტკიცე ღირებულებები და ხშირად იქცევიან საკუთარი ინტერესების მიხედვით, რაც საბოლოოდ ანადგურებს ყველაფერს, რაც ევროპისთვის ადრე წმინდა და მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი ნიდერლანდების პარლამენტი სლოვაკეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ნაბიჯს ითხოვს. ევროკავშირის საბჭოში ქვეყნისთვის ხმის უფლების შეჩერებას. ოფიციალური მიზეზი თითქოს იურიდიულია, მაგრამ რეალურად საკითხი გაცილებით ღრმად მიდის. ეს არის ბრძოლა იმის შესახებ, თუ ვინ განსაზღვრავს ევროპული საზოგადოების მორალურ წესრიგს. დამოუკიდებელი ერები, რომლებიც საკუთარი ხალხის ინტერესებს იცავენ, თუ Deep State-ის მიერ მართული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც საკუთარ ლიბერალურ ნორმებს ძალადობრივად ავრცელებს. ევროკავშირის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა სერიოზულად განიხილავს სლოვაკეთის წინააღმდეგ მეშვიდე მუხლის პროცედურის გააქტიურებას, რომელიც მართალია ფორმალურად დისციპლინური მექანიზმია, მაგრამ ფაქტობრივად შეიძლება იქცეს რეპრესიულ ინსტრუმენტად ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ქვეყნისთვის ხმის უფლების შეჩერების ასეთი მცდელობა აშკარად გადაცილებულია ნებისმიერი ოფიციალური ღირებულებების დაცვის ლოგიკას და ფაქტობრივად უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. ეს მოთხოვნა ნიდერლანდების პარლამენტის 16 ოქტომბრის რეზოლუციას მოჰყვა, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს კანონმდებლებს დასაჯონ ქვეყანა, რომელმაც გაბედა საკუთარი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატია ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად და LGBT უფლებების შეზღუდვად აფასებს. გავრცელებული ცნობებით, ნიდერლანდები ცდილობს სხვა წევრი სახელმწიფოებიც დაითანხმოს. პრიორიტეტი კი ევროკომისიას მიენიჭა, რომ სლოვაკეთის წინააღმდეგ საქმე პირდაპირ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში აღძრას. შინაარსობრივად ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დიქტატის გამოცხადება ეროვნული სუვერენიტეტისა და ხალხის ნების წინააღმდეგ. ჩვენ დავარწმუნეთ ნიდერლანდების პარლამენტი ჩვენს წინადადებაში და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო შეაჩერებს ფიცოს მიერ LGBT თემის უფლებებისა და ჩვენი საერთო ევროპული თავისუფლებების დარღვევას. ყველა ევროპელს უნდა ჰქონდეს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც სურს. თუმცა პოპულისტები ძირს უთხრიან ჩვენს ევროპულ თავისუფლებებს. ძველ პარტიებს კი აღარ აქვთ გამბედაობა, რომ საერთო ევროპული მომავლისთვის იბრძოლონ. სლოვაკეთის წინააღმდეგ წამოწყებული ეს ინიციატივა აჩენს ფუნდამენტურ კითხვას. არის კი ევროპა ის სივრცე, სადაც წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ საკუთარი კულტურული და მორალური ხედვები შეინარჩუნონ. თუ ეს უფლება მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა მათი აზრი Deep State-ის მარიონეტ ბრიუსელის იდეოლოგიურ ლექსიკონს ემთხვევა. ამგვარი წნეხი ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ სლოვაკეთს არ შეხებია. მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა უნგრეთიც. ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფო ინტერესებისა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილების გათვალისწინებით აკრძალა გეი პრაიდები, ისეთი ევროზეწოლის ქვეშ მოექცა, რომ ევროპულ სტრუქტურებში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის საფრთხის წინაშეც კი დადგა. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის რიგი სახელმწიფოების ლიბერალური ხელისუფლებები უნგრეთის დასჯის მოტივით ბრიუსელს მოუწოდებდნენ დაუყოვნებლივ და სრულად გამოეყენებინა მის ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რათა ბუდაპეშტზე ზეწოლა მოეხდინა და გეი აღლუმის აკრძალვის გადაწყვეტილება გაეუქმებინათ.
უნგრეთის კანონების სერია, რომელიც ბავშვთა დაცვის საბაბით LGBTQ+ ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ჯარიმებით ემუქრება, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორც ეს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მეორე მუხლშია გათვალისწინებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და უკიდურესი სანქციაა, რაც ევროკავშირის არქიტექტურაში არსებობს. ამ ზომას ბრიუსელში ხშირად ბირთვულ ვარიანტად მოიხსენიებენ. იგი იმდენად რადიკალურად სახელდება, რომ მის გამოყენებას მხოლოდ მაშინ განიხილავენ, როდესაც სახელმწიფო კავშირის ფუნდამენტური ღირებულებებისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევა. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი ნაბიჯი, ქვეყნის ევროკავშირიდან გარიცხვა. ეს მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის შიგნით მიმდინარეობს ღრმა ღირებულებითი დაპირისპირება. როდესაც ქვეყანა ცდილობს დაიცვას ტრადიციული ფასეულობები და ისარგებლოს სუვერენული უფლებით, ეს ხშირად აღიქმება როგორც ეგრეთ წოდებული პროგრესის წინააღმდეგობა. და სწორედ აქ ჩანს, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე deep state-ის დაქვემდებარებაში მყოფი ევროპული ბიუროკრატია ცდილობს ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფას, ქვეყნებს თავს ახვევს იდეოლოგიურ ჩარჩოებს და არღვევს თითოეული სახელმწიფოს ბუნებრივ უფლებას, განსაზღვროს თავისი კულტურა, სამართლებრივი სისტემა და მორალური საზღვრები. ერთია, როცა გიტევენ, გებრძვიან და ცდილობენ ღირსებაზე ხელი აგაღებინონ და მეორეა, შენ როგორ პასუხობ ამ გამოწვევებს. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებსაც ფინანსურად გაგუდვას უპირებენ, უძლებენ და ბრუსელისთვის თავის დახრას არ აპირებენ. უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი არათუ უძალიანდებიან deep state-ის ლიბერალურ წნეხს, ალტერნატიულ კონსერვატიულ ფლანგსაც ქმნიან ევროკავშირში. ჩვენი ქვეყნის საამაყოდ კი უნდა ითქვას, რომ ის ასევე მყარად დგას ამ ევროთავდასხმების წინაშე და ერთი წამითაც არ აპირებს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის სანაცვლოდ უარი თქვას ტრადიციულ ცხოვრების წესზე, ისტორიულ მახსოვრობასა და მრავალსაუკუნოვან რწმენაზე. იმიტომ რომ მომავალში ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისევ ქართველები, მართლმადიდებლები და ღირსებით სავსე ადამიანები გვინდა რომ იყვნენ. ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო საინტერესო ანალიტიკური, შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.